4 საკვები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღო მშიერ კუჭზე, თუ გინდა რომ შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სტაბილური დონე და მოიშორო მუცლის ცხიმი. პირველი, არ დალიო ყავა გაღვიძებიდან 90 წუთის მანძილზე. ის ხელს უწყობს დიდი რაოდენობით სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომუშავებას და სისხლში შაქრის დონის მომატებას. თუ გიყვარს ყავა, დალიე ის გაღვიძებიდან 90 წუთის შემდეგ. მეორე, არასდროს ჭამო ტკბილეული მშიერ კუჭზე. ყოველთვის მიიღე ის ნოყიერი სადილის შემდეგ. მესამე, ხილის წვენები. უბრალოდ შეწყვიტე მათი მოხმარება. ბრჭყალებში ნატურალური წვენები, რომლებიც იყიდება მაღაზიაში, სავსეა ხარახულით. ეს უბრალოდ შაქრიანი წყალია. მეოთხე, ნამცხრები. ასეთ საკვებს საერთოდ არ აქვს კვებითი ღირებულება. პლუს ამას ის ხელს უშლის ბეჯგუფის ვიტამინების ათვისებას. დაიმახსოვრე, თუ საკვები ბუნებას არ შეუქმნია, ნუ მიიღებ მას. თუ გსურს დაიკლო წონაში და ზაფხულს შეხვდე შენთვის სასურველ ფორმაში, გეპატიჟებით ჩემთან VIP კონსულტაციაზე, რომელიც გაგრძელდება მინიმუმ 1 საათი, სადაც გაიგებ 8 მძლავრ რჩევას ცხიმის დასაწვავად, 6 ყველაზე დიდ შეცდომას, რაც ხელს გიშლის წონის დაკლებაში, სისტემას, რომელიც მუშაობს სირთულეების გარეშე. ბონუსად კი მიიღებ კვების რაციონის შედგენის მასტერ-კლასს, 40 ჯანსაღი კერძის რეცეპტს და ამ შეხვედრის ჩანაწერს. მაგრამ მხოლოდ 8 ადგილი მაქვს. მომწერე Instagram-ის პირადში სიტყვა VIP და შეხვდი ზაფხულს სასურველ ფორმაში.